და ის პატარა ბავშვი, რომელიც არის გაუხედნავი ცხენივით, ჯალი აქვს, შემართება აქვს. დგას ქუჩაში. ამათი რომელიმე შვილი გინახიათ? თვითონაც აღარ მიდიან. საქმე უკვე ისე აწყეს, რომ თვითონაც აღარ მიდიან. და ამბობენ, რომ ესო ბავშვების პროტესტია. ეხლა მაგას ვის დააჭირა? ჩვენ მოიგონეს არჩევნები გაყავდა, ხალხმა არ დაიჯერა, ეხლა ეს მოიგონეს. ევროპაში აღმოჩნდა. მეგობრობა ხალხო რა არის? აი მეგობრობა. კაცი გიყვარს და მეგობრები. შენ მეგობრს სხვა რეუნები შეიცვალე. როგორიც იყო ისეთი შეგიყვარდა. და იმის გულისა თავსდება. ჩვენი დასავლელი მეგობრები გეუბნებიან თქვენ რომ დაგელაპარაკოთ, უნდა შეიცვალოთ. ჯალალედინმა ვერ შეცვალა. თემურლენგმა ვერ შეცვალა. შახ-აბასმა ვერ შეცვალა. იცით რა მოხდება ესენი მომი? ესენი ომში აწავა. ჩვენ შულებს დაიჭერენ და ჩვენ შულებს აიყვნენ. უკრაინაში კანონია რომ არასამთავრობო წარმომადგენლები ომში არ მიყვნენ. ესენი ხალხს ყრიფავენ და აგზავნიან ომში. ცნობილი ფაქტი არის 14 წლის ბავშვი გაგზავნეს ომში და მოკდა სანამ დედმამამ საბუთები შეადგინა რომ 14 წლის იყო და ჩაიტანეს კაცული ბავშვი. რომელ დედას დაუბრუნებენ ესენი შვილს? ერთხელ უფალთან გახსოვთ 10 კეთროვანი მივიდა და ქუშველეო და მოგორჩინეო. 10-ვე განიკუნა, ერთა მოუხადა მაგალითად. საიდან გამოვედით 90-იანებში შახდებოდა ხო გახსოვთ ხარ? ეხლა როგორ ვარ? მადლიერები ხო უნდა ვიყოთ, 9 კეთროვანს ხო არ დაემსგავსოთ, რომელიც არ მოვიდა და მას მადლობა არ მოუხდა. უნდა ყურადღებით ვიყოთ. არ უნდა შეგვეშალოს არაფერი. ბავშვობაში ხო გვასწავლეს ჩვენ, თავს რო ჩიტობა მოუნდა. ეხო ყველამ თავმა ის რო ხტები მქონდეს, აფრინდა ჩიტებთან, ჩიტება არ მიიღეს, აღარს თაგვემ აღარ მიიღეს და გახდა ღამო. ქართველი კაცი რომ მოინდომებს გერმანელობას, გერმანელი ვერ გახდება. ვერც ფრანგი, ვერც ირანელი, ვერც რუსი. ქართველი ხარ ქართველი და უნდა იყო ქართველი. და რითი ნარჩუნებ ქართველობას? შენი რწმენით, შენი ტრადიციებით. კიდობანი რო გაჩერდა, ნოე რო გადმოვიდა, არ დასახდა ხალხი. ევროპაში მე ჩავიდა და ეხლა რატო ვარ იმათთვის მეორე ხარისხოვანი ხალხი? მე ვერ გავიგე.